კვირა, 29 მაისი. დილის 4 საათზე გამომეღვიძა, ნათელი, ფხიზელი გონებით. ჩემოდანი გულდასმით ჩავალაგე, ჩავდე სამგზავრო აფთიაქის კოლოფიც, ერთი თვის სამყოფი გამოსაცვლელი სამოსი. არც სპორტული ფეხსაცმელი დამვიწყებია. ამერიკული მაღალი ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული, რომელიც აქამდე არასოდეს ჩამიცვამს. ერთი წლის წინ ვიყიდე, როდესაც მეგონა, ექსკურსიებზე სიარულს დავიწყებდი. წავიღე ასევე ლეპტოპი, ცილის შემცველი ორცხობილები, წყლის ელექტრომადუღარა და ხსნადი ყავა. დილის 6-ის ნახევარზე წასასვლელად მზად ვიყავი. პარიზიდან უპრობლემოდ გავედი, გზა ცარიელი იყო. 6-ზე უკვე რამბუიეს ვუახლოვდებოდი. არც გეგმა მქონია, არც რაიმე კონკრეტული მარშრუტი. მამოძრავებდა მხოლოდ ძალზე ბუნდოვანი წინათგრძნობა, რომ ჯობდა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით წავსულიყავი. თუ საფრანგეთში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, იქ უფრო გვიან მიაღწევდა. სამხრეთ-დასავლეთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ ამ რეგიონში იხვის ხორცის კომფის ჯამენ. და იხვის ხორცის კომფი სამოქალაქო ომთან სრულიად შეუსაბამო მეჩვენებოდა. თუმცა, შეიძლება ვცდებოდი. ზოგადად, საფრანგეთს ცუდად ვიცნობდი. დახვეწილ ბურჟუაზიულ გარეუბანში, მეზონლაფიტში გატარებული ბავშვობისა და სიყმაწვილის შემდეგ პარიზში დავსახლდი და იქიდან არასოდეს წავსულ ვარ. არასოდეს მომინახულებია ეს ქვეყანა, რომლის მოქალაქედაც თეორიულად ვითვლებოდი. თუმცა, დათვალიერების სურვილი მქონდა, რასაც მოწმობს ამ Volkswagen Touareg-ის შეძენა, რაც ფეხით სასიარულო სპორტული ფეხსაცმლის ყიდვის დროს ემთხვევა. მძლავრი ვირვა დიზელის ძრავის მქონე მანქანა იყო. 4.2 ლიტრი პირდაპირი შეშხებებით მიეწოდებოდა Common Rail-ის ტიპის აკუმულატორული საწვავის სისტემით, რაც საათში 240 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობის საშუალებას აძლევდა. გრძელი მარშრუტების დასაფარად შექმნილს ძნელი მონაკვეთების გადალახვის შესაშური უნარიც ჰქონდა. როცა ვიყიდე, წარმომედგინა, რომ უიკენდებზე ტყეებში გავიდოდი. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. კვირაობით ჩემი ძირითადი საქმიანობა ჟორჟ ბრასენსის სახელობის პარკში ძველი წიგნების ბაზრობის მონახულება იყო. ასევე ზოგჯერ საბედნიეროდ წერაობაც. ძირითადად მირიამთან. ჩემი ცხოვრება ძალზე მოსაწყენი და უფერული იქნებოდა. ხანდახან მირიამთან რომ არ მეწერავა. შატორუს როგორც კი გავცდი, 1000 ჯაობთან შევჩერდი. ვიყიდე შოკოლადის ნამცხვარი და დიდი ჭიქით ყავა. შემდეგ ისევ მანქანის საჭეს მივუჯექი, რათა ეს საუზმე შემეჭამა. თან ჩემს ამჟამინდელ თუ წარსულ ცხოვრებაზე მეფიქრა. ახლომდებარე სოფელს სრულიად ცარიელი ავტოსადგომი გადაჰყურებდა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ძროხას სავარაუდოდ შაროლეზის ჯიშისას. კარგა ხანია გათენდა, მაგრამ ნისლის ფთილები ჯერ კიდევ მისრიალებდა ქვემოთ გადაშლილი მინდვრების თავზე. ბორცვებიანი, ლამაზი პეიზაჟი იყო, გარშემო არსად შეინიშნებოდა ჭაობი, არც მდინარე. რაც შეეხება მომავალს, ჩემი აზრით, ახლა მასზე ფიქრი არაკეთილგონივრული იყო. რადიო ჩავრთე არჩევნები დაიწყო და ნორმალურად მიმდინარეობდა. ფრანსუა ოლანდმა უკვე მისცა ხმა თავის კორეზის მამულში. ამომრჩევლის აქტივობა, ამ ადრიანი დილით თუ ვიმსჯელებდით, საკმაოდ მაღალი გახლდათ, უფრო მაღალი, ვიდრე წინა ორი საპრეზიდენტო არჩევნების დროს. პოლიტიკური ექსპერტების ნაწილის აზრით, არჩევნებში სულ უფრო მეტი ადამიანის მონაწილეობა მთავრობის პარტიებს აძლევდა ხელს და არა ექსტრემისტულს. მაგრამ სხვები, ასევე საკმარისი რეპუტაციის მქონე ექსპერტები, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდნენ. მოკლედ, მოცემული მომენტისთვის შეუძლებელი გახლდათ დასკვნის გამოტანა მონაწილეთა პროცენტული მაჩვენებლის შესახებ და რადიოს მოსმენა ცოტათი ადრეც იყო. სანამ ავტოსადგომს დავტოვებდი, რადიო გამოვრთე. დაძვრიდა მცირე ხანში მივხვდი, რომ საწვავი ავში ძალიან დაბალ ნიშნულამდე დავიდა. ავზის 1/4-ზე ცოტა მეტი დარჩა. ბენზინგასამართ სადგურზე უნდა გამევსო. ყურადღება მივაქციე უჩვეულოდ დაცარიელებულ ავტომაგისტრალს. კვირა დილით გზებზე მანქანები ცოტაა. ასეთ დროს ჩვეულებრივ საზოგადოება იღვიძებს, იზმორება, მის წევრებს ინდივიდუალური არსებობის ილუზია აქვთ. მაგრამ უკვე დაახლოებით 100 კილომეტრი გავიარე და გზის არც ერთ მხარეს ერთი მანქანაც კი არ შემხვედრია. დროულად ავარიდე თავი ბულგარულ ტრეილერს, რომლის დაღლილობისგან გონდაკარგული მძღოლი ზიგზაგებით დადიოდა გზის მარჯვენა ნაპირსა და გამყოფ ბარიერს შორის. სიმშვიდე იყო,
არხებს მივუყვებოდი, რომელთა თავზე ჰაერს ნიავი არ ხევდა. მზე ერთგული ხელქვეითის დარად მონდომებით ანათებდა მინდვრებსა და ტყეს. რადიო ისევ ჩავრთე, მაგრამ ამჯერად ამაოდ. ჩემს მანქანაში წინასწარ დაპროგრამებული ყველა რადიოსადგური, ასევე რადიო მონტე-კარლო, მხოლოდ გაურკვეველთ კაცათკუცს გადმოსცემდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ საფრანგეთში რაღაც ხდებოდა. მაგრამ ამასთან შემეძლო საათში 200 კილომეტრის სიჩქარით გადამეკვეთა ქვეყნის ავტომაგისტრალების ქსელი და ეს კარგი გადაწყვეტილება გახლდათ. ისე ეთხოვოდა, რომ ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მუშაობდა. შესაძლოა რადარებიც წყობიდან გამოვიდა. ამ სიჩქარით სიარულს თუ გავაგრძელებდი, 16 საათისთვის ჟონკიეს სასაზღვრო პუნქტთან ვიქნებოდი. ესპანეთში კი მდგომარეობა განსხვავებული იქნებოდა. სამოქალაქო ომისგან შორს ყოფნა. ეს ისაა, რაც აუცილებლად უნდა სცადო. მაგრამ საცვავი აღარ მქონდა. ეს იყო უპირველეს ყოვლისა გადასაჭრელი პრობლემა, რომელიც უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე უნდა მომეგვარებინა. ასეთი სადგური ვიპოვე, როდესაც პეშმონტას მივახციე. აქაურობა სტუმარს ბევრს არაფერს პირდებოდა საინფორმაციო ტაბლოების თანახმად. აქ არ იყო რესტორანი, არც რეგიონის პროდუქცია იყიდებოდა. არც იანსენიტური ბენზინგასამართი სადგური გახლდათ, სადაც სუფთა საწვავს სთავაზობენ კლიენტებს. მაგრამ 50 კილომეტრით დაშორებულ ჟაღდენ დე კოზდულომდე ნამდვილად ვერ მოვიცდიდი. იმაზე ვფიქრობდი, რომ საწვავის შესავსებად პეშმონტაში შევჩერებულიყავი, ხოლო თავისთვის სიამოვნების მისანიჭებლად ჟაღდენ დე კოზდულოში, სადაც ვიყიდი ბატის ღვიძლის პაშტეტს, კაბეკუს, კაურს და ამ ყველაფერს იმავე საღამოს კოსტა ბრავას სასტუმროს ნომერში დავაგემოვნებდი. ეს აზრიანი, სრულყოფილი გეგმა გახლდათ, რომლის განხორციელებაც სრულიად შესაძლებლად მიმაჩნდა. ავტოსადგომის ფრთა ცარიელი ჩანდა და მაშინვე ვიგრძენი, რაღაც უჩვეულო ხდებოდა. სიჩქარე მაქსიმალურად შევანელე. ძალიან ფრთხილად წავედი ბენზინგასამართი სადგურისკენ. შენობის ვიტრინა ჩაემსხვრიათ. მინის ათასობით ნატეხი მთელ ასფალტზე იყო მოფენილი. მანქანიდან გადავედი და მივუახლოვდი. მაღაზიაში გამაგრილებელი სასმელების მინის კარადა შეემტვრიათ, ხოლო გაზეთების თაროები აეყირავებინათ. მოლარე ქალი დავინახე, იატაკზე, სისხლის კუბეში იცვა, ხელები მკერდზე მიეკრა, თავდაცვის უკანასკნელი უმწეო მცდელობა გახლდათ. ჩამიჩუმი არ ისმოდა. საწვავის ტუმბოებისკენ გავწიე, მაგრამ დაბლოკილი იყო. ალბათ სალაროს მეშვეობით აამოქმედებდნენ ხოლმე. ისევ მაღაზიაში დავბრუნდი. გვამს უხალისოდ გადავაბიჯე. საწვავის გასაცემად საჭირო ვერავითარი მექანიზმი ვერ აღმოვაჩინე. ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ თაროდან ავიღე სენდვიჩი თინუსის ხორცითა და უმი ბოსტნეულით, უალკოჰოლო ლუდის ქილა და მიშლენის მეგზური. იმ სასტუმროებს შორის, რომლებსაც მეგზური რეკომენდაციას უწევდა, ყველაზე ახლოს მარტელში მდებარე რელაი დუ ჰაუკაირსი იყო. 840 გზატკეცილზე 10 კილომეტრი უნდა გამევლო. მანქანა დავქოქე და სადგურის გასასვლელისკენ რომ დავიძარი. ავტოსადგომთან გაშხლართული 2 სხეული დავლანდე. ისევ გადმოვედი მანქანიდან და მივუახლოვდი. გარეუბნებში მცხოვრებთა ჩვეულ სამოსში გამოწყობილი 2 ახალგაზრდა მაღრიბელისთვის ტყვიები დაეხალათ. სისხლი ცოტა დაკარგეს, თუმცა ორივე უკვე მკვდარი იყო. ერთ-ერთი ჯერ ისევ ბღუჯავდა ხელში ავტომატურ პისტოლეტს. აქ რა უნდა მომხდარიყო? ისევ ვცადე რომელიმე რადიოსადგურის დაჭერა, მაგრამ ამჯერადაც მხოლოდ გაურკვეველით კაცათკუცი ისმოდა. 15 წუთის შემდეგ უპრობლემოდ მივაღწიე მარტელს, დეპარტამენტის გზახალისიან, ტყიან პეიზაჟს კვეთდა. ისევ არ შემხვედრია არც ერთი მანქანა და უკვე შევშპოთდი. მერე თავი იმით დავიმშვიდე, რომ ალბათ ადამიანები სახლებში იკეტებოდნენ ზუსტად იმ მიზეზით, რომელმაც მე პარიზის დატოვება მაიძულა. ინტუიცია ჰკარნახობდათ მოსალოდნელ უდიდეს კატასტროფას. რელაი დუ ჰაუკეხსი თეთრი კირქვისგან აგებული დიდი, ორსართულიანი შენობა იყო, სოფლის განაპირას მდგარი. გაღებისას ჭიშკარმა ცოტათი დაიჭრიალა. ხრეშით დაფარული მიწაყრილი გავიარე და მისაღებში შესვლამდე რამდენიმე საფეხურიან კიბეს ავუყევი. მაგიდასთან არავინ იჯდა. უკან, დაფაზე ნომრების გასაღებები ეკიდა. არც ერთი არ აკლდა. რამდენჯერმე დავიძახე, სულ უფრო და უფრო ხმამაღლა, მაგრამ ამაოდ. გარეთ გავედი.
შენობის უკან ვარდის ბუჩქებით გარშემორტყმულ ტერასაზე პატარა მრგვალი მაგიდები და ჩუქურთმებით მორთული ლითონის სკამები იდგა. მათ სავარაუდოდ საუზმის დროს იყენებდნენ. ძაბლის ხეივანს გავუყევი, რომელიც დაახლოებით 50 მეტრის შემდეგ ბალახით დაფარულ ესპლანადამდე მიდიოდა. იქიდან კი სოფლის ხედი იშლებოდა. აქ შეზლონგები და მზისგან დამცავი ქოლგები ჰიპოთეტურ დამსვენებლებს ელოდა. რამდენიმე წუთი გორაკებიან მშვიდ პეიზაჟს ვათვალიერებდი. მერე ისევ სასტუმროში დავბრუნდი. როდესაც ტერასას მივაღწიე, იქიდან 40 წლის ქერა ქალი გამოვიდა. სელის გრძელი კაბა ეცვა, უკან გადავარცხნილი თმა შუაზე გაეყო. ჩემ დანახვაზე მოულოდნელობისგან შეხდა. რესტორანი დაკეტილია. ისე მომახალა, თითქოს თავს იცავდა. ვუთხარი, რომ მხოლოდ ნომერი მჭირდებოდა. არც საუზმეს ვამზადებთ. დააზუსტა, თან ეთყობოდა, ნანობდა, თავისუფალი ნომერი რომ ჰქონდა. მეორე სართულამდე მიმაცილა, კარი გააღო და პაწაწინა ფურცელი გამომიწოდა. ჭიშკარი 22 საათზე იკეტება. თუ უფრო გვიან დაბრუნდით, გოდი დაგჭირდებათ. მხოლოდ ეს მითხრა და წავიდა. დარაბების გაღების შემდეგ ნომერი არც თუ ისე ურიგო გამოდგა. თუ არ ჩავთვლით მქრქალი მეწამული ფერის შპალერს, რომელზეც ნადირობის სცენები იყო გამოსახული. ამაოდ ვცადე ტელევიზორისთვის მეყურებინა. ვერც ერთი არხის სიგნალს ვერ იღებდა. ეკრანზე მხოლოდ პიქსელების დაუსრულებელი მონაცვლეობა ჩანდა. არც ინტერნეტი მუშაობდა, რამდენიმე ქსელი გამოჩნდა, სავარაუდოდ სოფლის მცხოვრებლების, მაგრამ არც ერთი არ ეკუთვნოდა რელაიდუ ჰაუკეხსის. მაგიდის უჯრაში კლიენტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ფურცელი მოვძებნე, რომელშიც ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებზე იყო საუბარი. ასევე კერსის გასტრონომიის თავისებურებებზეც მოიპოვებოდა ინფორმაცია. მაგრამ არაფერი. ინტერნეტის შესახებ. სოფლიო აბლაბუდასთან მიერთება დაწესებულების კლიენტების პრიორიტეტულ მოთხოვნას ნამდვილად არ წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც ჩემს ნივთებს ადგილი მივუჩინე, რამდენიმე ხელი სამოსი საკიდრებზე ჩამოუკიდე, შევაერთე წყლის მადუღარა და ელექტრონული კბილის ჯაგრისი. მობილური ტელეფონიც ჩავრთე იმაში დასარწმუნებლად, რომ არც ერთი შეტყობინება არ მიმიღია. ჩემს თავს შეკითხვა დავუსვი, აქ რას ვაკეთებდი. ზოგადად, მსგავსი კითხვა შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა დაუსვას საკუთარ თავს, ნებისმიერ ადგილზე, თავისი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. მაგრამ მარტო ხელა მოგზაურს, უნდა ვაღიაროთ, ეს განსაკუთრებით ახასიათებს. მირიამი ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო, სიმართლე ითქვას, მარტელში ყოფნის საბაბიც არ მექნებოდა, ხოლო შეკითხვა, უბრალოდ არც დაისმებოდა. წყვილი მთელი სამყაროა, ავტონომიური და ჩაკეტილი, რომელიც უფრო ვრცელ სამყაროში ისე გადაადგილდება. მასთან ნადვილი შეხება არც აქვს. მარტო დარჩენილს, სისუსტეებს მინდობილს, თავისთვის ძალის დატანება დამჭირდა, რომ კლიენტებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ფურცელი მაისურის ჯიბეში ჩამედო და სოფელში გავსულიყავი. კონსულების მოედნის ცენტრს აშკარად ძველი აშენებული, მარცვლეულის დახურული ბაზარი იკავებდა არქიტექტურის თითქმის არაფერი გამეგება, მაგრამ მის გარშემო ლამაზი მოყვითალო ქვით აგებული სახლები. უეჭველია, რამდენიმე საუკუნის წინანდელი იყო. მსგავსი სახლები ადრეც მინახავს, ძირითადად სტეფან ბერნის გადაცემებში. ესენი კი ტელევიზიით ნანახს ბევრად სჯობდა. მათგან ერთს, ძალიან დიდს, ლამის სასახლეს, ისრული თაღები და კოშკებიც ამშვენებდა. ახლოს მივედი, რეზიდენცია რეიმონდი მართლაც 1280-1350 წლების განმავლობაში აგებული აღმოჩნდა. თურმე თავიდან ტიურენის ვიკონტების საკუთრებას წარმოადგენდა. სოფლის დანარჩენი ნაწილით შესაბამისი გახლდათ და მის წარმტაც, ცარიელ ქუჩებში მანამდე ვიხეტიალე, სანამ სენ მორის მასიურ, თითქმის უფანჯრო ეკლესიამდე მივაღწევდი. ეს იყო კარგად გამაგრებული ნაგებობა, რათა რჯულის მოწინააღმდეგეთა შემოტევებისთვის გაეძლო, რაც როგორც საინფორმაციო ფურცელმა მაუწყა, ამ რეგიონში იშვიათობას სრულებით არ წარმოადგენდა. გზატკეცილი 840, სოფელს კვეთდა და შემდეგ როკამადურისკენ მიემართებოდა. როკამადურის შესახებ უკვე გამეგონა. ეს ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახლდათ. მიშლენის მეგზურში მრავალი ვარსკვლავით შემკული და კვლავ საკუთარ თავს ვკითხე, მენახა თუ არა როკამადურის სტეფან ბერნის რომელიმე გადაცემაში. მაგრამ ასეა თუ ისე, იქამდე 20 კილომეტრი იყო გასავლელი. ამიტომ დეპარტამენტის გზა ვარჩიე. უფრო მოკლე და დაკლაკნილი, რომელიც სენდენილე მარტელში ჩადიოდა. 100 მეტრის დაშორებით შეღებილი ხის პაწაწინა ჯიხურს წავაწყდი.
სადაც დორდონის ხეობაში ორთქლის მატარებლით ექსკურსიის ბილეთები იყიდებოდა. საინტერესო გასეირნება იქნებოდა. მაინც უკეთესია, როცა წყვილი მოგზაურობს. ვიმეორებდი პირქუში დაჟინებით, თუმცა ჯიხური ცარიელი იყო. მირიამი თელავივში რამდენიმე დღე ჩავიდა, უეჭველია. უნივერსიტეტში ჩაწერის თაობაზეც რაღაც გაარკვია. იქნებ უკვე დოსიეც აიღო. ან იქნებ პლაჟზე წასვლა არჩია, პლაჟი ყოველთვის უყვარდა. ერთად დასასვენებლად არასოდეს. წავს სულ ვართ. გავიფიქრე, რომ არასდროს მეხერხებოდა გამგზავრების ადგილის შერჩევა. ნომრის დაჯავშნა, ვამბობდი, მიყვარს პარიზი აგვისტოში მეთქი, სიმართლე კი ის იყო, რომ ქალაქიდან გასვლის სურვილი არ მქონდა. რკინიგზას მარჯვენა მხარეს გრუნტის გზა მიუყვებოდა. ხშირი ტყის შუაგულში ოდნავ დაქანებულ ფერდობზე დაახლოებით 1 კილომეტრის ავლის შემდეგ ბელვედერთან აღმოჩნდი, სადაც საორიენტაციო დაფაც იყო. პიქტოგრამა ფოტოაპარატის გამოსახულებით ადგილის ტურისტულ ღირსშესანიშნაობაზე მიუთითებდა. მდინარე დორდონი ქვევით მიედინებოდა. 50 მეტრის სიმაღლის კირქვის კლდეებს შორის მოქცეული. ბრმად აგრძელებდა თავის გეოლოგიურ ბედისწერას. როგორც საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე საინფორმაციო დაფიდან შევიტყვე, რეგიონი შორეული პრეისტორიული ხანიდან ყოფილა დასახლებული. კრომანიონელმა თანდათანობით შეავიწროვა ნეანდერტალელი ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ესპანეთისკენ დაიხია და ბოლოს საერთოდ გაქრა. კლდის ნაპირზე ჩამოვჯექი, არც თუ დიდი წარმატებით ვცადე პეიზაჟის თვალიერებისთვის გადამეყოლებინა გული. ნახევარი საათის შემდეგ ტელეფონი ამოვიღე და მირიამის ნომერი აუკრიფე. ჩემი ხმის გაგონება გაუკვირდა, თუმცა გაეხარდა. როგორც მითხრა, ყველაფერი რიგზე იყო, ქალაქის ცენტრში შესანიშნავი, ნათელი ბინა ჰქონდათ. არა, უნივერსიტეტში ჩაწერის საქმისთვის ხელი ჯერ არ მოუკიდია. და მე როგორ ვიყავი? კარგად მეთქი, მოვატყუე. ძალიან მაკლდა. პირობა მოვაცემინე, რომ როგორც კი საშუალება ექნებოდა. დიდ მეილს მომწერდა და ყველაფერს დაცვლილებით მომიყვებოდა. მოგვიანებით გამახსენდა, რომ ინტერნეტზე წვდომა არ მქონდა. ყოველთვის მეზიზღებოდა ტელეფონზე საუბრის ბოლოს კოცნის გამომხატველი ხმის გამოცემა. ახალგაზრდობაშიც კი და ახლა, რაც 40 წელს გადავაბიჯე, უბრალოდ სასაცილოდ მიმაჩნდა. თუმცა თავი ვაიძულე ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ყურმილის დაკიდებისთანავე მარტოობის ისეთმა საზარელმა გრძნობამ შემიპყრო. მივხვდი, სხვა დროს მირიამთან დასარეკად გამბედაობა აღარ მეყოფოდა. სატელეფონო საუბრის დროს წარმოქმნილი სიახლოვის გრძნობა მეტისმეტად ძლიერი იყო, ხოლო სიცარიელე, რომელიც მას მოსდევდა იყო მეტისმეტად სასტიკი. ჩემი მცდელობა, რეგიონის ბუნების სილამაზით დამთკბარიყავი, აშკარა მარცხისთვის იყო განწირული. მაგრამ ცოტათი გავჯიუტდი და მარტელისკენ გეზი მხოლოდ მოსაღამოებისას ავიღე. კრომანიონელი ადამიანები მამონტსა და ირემზე ნადირობდნენ. დღევანდელ ადამიანებს კი არჩევანი ოშანსა და ლეკლერკს შორის უნდა გაეკეთებინათ. ორივე სუპერმარკეტი სუიაკში მდებარეობდა. სოფელში სავაჭრო დაწესებულებებიდან არსებობდა მხოლოდ საფუნთუშე, ისიც დაკეტილი და კაფე. კონსულების მოედანზე, რომელიც ასევე დაკეტილი ჩანდა. გარეთ არც ერთი მაგიდა არ გამოედგათ. თუმცა, სუსტი სინათლე გამოდიოდა. ამიტომ კარი შევაღე და შევედი. 40-ოდე კაცი სრულ სიჩუმეში თვალს ადევნებდა BBC-ს ახალი ამბების გამოშვებას, რომელსაც დარბაზის სიღრმეში ჩამოკიდებული ტელევიზორით გადმოსცემდნენ. ჩემს შესვლაზე რეაქცია არავის გამოუხატავს. აშკარად ადგილობრივები იყვნენ, უმრავლესობა პენსიონერი, სხვები ფიზიკურად. მომუშავეების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. დიდი ხანია ინგლისურ ენაზე საუბრის საშუალება არ მქონია. კომენტატორი საკმაოდ სწრაფად ლაპარაკობდა და ბევრი არაფერი მესმოდა. დანარჩენ მაყურებელს, სიმართლე ითქვას, არ ეთყობოდა, რომ ამ მხრივ ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში იყო. სხვადასხვა ადგილზე. მიულუსში, ტრაპში, სტენში, ორიაკში გადაღებული გამოსახულებები არაფრით გახლდათ საინტერესო. მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობები და ცარიელი სპორტული დარბაზები, საბავშვო ბაღების შენობები. მატინიონის სასახლის ფონზე მეტისმეტად მკვეთრი განათების გამო მკვდრისფერი მანუელ ვალსის გამოსვლას უნდა დავლოდებოდი, რათა ფაქტების თანმიმდევრობა აღმედგინა. მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე 20-მდე საარჩევნო პუნქტს ნაშუადღევს თავს დაესხნენ შეიარაღებული ბანდები. მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ საარჩევნო ყუთები გაიტაცეს. ჩადენილზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არავის აუღია.
ასეთ ვითარებაში მთავრობას მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა: შეეწყვიტა არჩევნები. გვიან საღამოს საგანგებო სხდომა გაიმართებოდა. მიღებულ გადაწყვეტილებებს მთავრობის მეთაური საჯაროდ განაცხადებდა. დასასრულს საკმაოდ კატეგორიულად აღნიშნა, რომ რესპუბლიკის კანონმდებლობა მოქმედებს და ძალაში რჩება. ორშაბათი, 30 მაისი. დილის 6 საათზე გაღვიძებულმა დავასკვენი, რომ ტელევიზია ისევ ამუშავდა. იტელეს სიგნალს ცუდად იღებდა, მაგრამ ფემ ნორმალურად აჩვენებდა. ყველა პროგრამა, რასაკვირველია, გუშინდელ მოვლენებს ეძღვნებოდა. კომენტატორები დემოკრატიული პროცესის სიმყიფეზე მიანიშნებდნენ, რადგან საარჩევნო კოდექსი ცხადად განმარტავს. საკმარისია, მთელი საფრანგეთის ტერიტორიაზე ერთი საარჩევნო ოლქის შედეგები ეჭქვეშ დადგეს, რომ არჩევნები ჩაშლილად ითვლება. ასევე ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ პირველად მოხდა, როდესაც მცირე ჯგუფმა კოდექსის ეს სისუსტე თავის სასარგებლოდ გამოიყენა. გვიან ღამით პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ახალი არჩევნების მომდევნო კვირადღეს გამართვის თაობაზე, მაგრამ ამჯერად ყველა საარჩევნო ოლქს არმია დაიცავდა. რაც შეეხება მოვლენების პოლიტიკურ შედეგებს, კომენტატორებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ და დილის დიდი ნაწილი მათი საპირისპირო არგუმენტების მოსმენაში გავატარე, სანამ ნაშვადღევს წიგნით ხელში პარკში ჩავიდოდი. იუისმანსის ეპოქასაც არ აკლდა პოლიტიკური კონფლიქტები. ანარქისტთა პირველი ტერორისტული აქტები მოხდა. ასევე პატარა მამილო კომბის მთავრობა ანტიკლერიკალურ პოლიტიკას ატარებდა, რომლის ძალადობა დღეს სასაცილოდაც გვეჩვენება. მთავრობა იქამდე მივიდა, რომ საეკლესიო ქონების ჩამორთმევა და კონგრეგაციების დაშლა გამოაცხადა. ეს უკანასკნელი პირადად იუისმანს შეეხო, აიძულა ლიგიუჟეს სააბატო დაეტოვებინა, სადაც თავშესაფარი იპოვა, თუმცა მის შემოქმედებაში ამ ყველაფერს უმნიშვნელო გამოძახილი მოჰყვა, საერთოდ პოლიტიკური საკითხებისადმი გულგრილი იყო. რომანში პირიქით ყოველთვის მიყვარდა ის თავი, რომელშიც დიკენსის გადაკითხვით შთაგონებული ესეინტი ლონდონში მოგზაურობას დაგეგმავს, მაგრამ ამსტერდამის ტავერნაში გამომწყვდეული აღმოჩნდება, მაგიდიდან ვერ დგება. თავს დაატყდა უზარმაზარი სიძულვილი მოგზაურობისადმი, შვიდად ყოფნის დაუძლეველი მოთხოვნილება ყოველ შემთხვევაში, პარიზის დატოვება მოვახერხე, ლოტამდე მაინც მივედი, ამას ფიქრობდი და ნიავით აშრიალებულ წაბლის ტოტებს ვუმზერდი. ვიცოდი, რომ ყველაზე რთული რამ უკვე განვახორციელე. მარტოხელა მოგზაური ყოველთვის ეჭვს, ზოგჯერ მტრულ დამოკიდებულებასაც კი იწვევს, მაგრამ ადამიანები მას თანდათან ეჩვევიან. როგორც სასტუმროების მეპატრონეები, ისე რესტორნების მფლობელები თვლიან, რომ სრულიად უწყინარ, ორიგინალურ ტიპთან აქვთ საქმე. და მართლაც, როდესაც ნაშუადღევს, მოგვიანებით ჩემს ნომერში დავბრუნდი, სასტუმროს მმართველი თითქმის გულთბილად მომესალმა და მაცნობა, რომ საღამოს რესტორანიც გაიხსნებოდა. ახალი კლიენტები ჩამოვიდნენ, 60-ოდე წლის ინგლისელების წყვილი ქმარს ინტელექტუალის იერი ჰქონდა, უნივერსიტეტის პროფესორის. იმ ადამიანებს ჰგავდა, ჯიუტად რომ სტუმრობენ ყველაზე მიკარგულ ადგილებში მდებარე ეკლესიებს, კერსის რეგიონის რომანული ხელოვნებისა და მუასაკის სკოლის გავლენის გარდა სხვა რომ არაფერი აინტერესებთ. ასეთი ადამიანები პრობლემებს არ ქმნიან. როგორც იტელეზე, ისე BFM-ზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გადადების პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობდნენ. სოციალისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს სხდომა გაიმართა. მუსლიმური ძმობის პოლიტიკური საბჭოც შეიკრიბა. კავშირი სახალხო მოძრაობისთვის პოლიტიკურმა ბიურომაც კი საჭიროდ ჩათვალა შეკრება. ჟურნალისტები, რომლებიც სოლფერინოს, ვოჟირარის ქუჩებსა და მალერბის ბულვარს შორის დარბოდნენ, მთელი მონდომებით ნიღბავდნენ იმ ფაქტს, რომ არავითარი ახალი ინფორმაცია არ გააჩნდათ. დაახლოებით 17 საათისათვის სასტუმროდან გავედი. სოფელში ცხოვრება ნელ-ნელა თავის კალაპოტში დგებოდა. საფუნთუშე გაიღო, გამვლელები კონსულების მოედანზე გადადიოდნენ. ისინი ცოტათი ჰგავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც, ჩემი წარმოდგენით, ლოტის პატარა სოფლის მცხოვრებლები უნდა ყოფილიყვნენ. სპორტულ კაფეში ხალხი ცოტა იყო და პოლიტიკური ამბებისადმი ინტერესიც მინელდა. დარბაზის სიღრმეში ტელევიზორი ტელემონტე კარლოს არხზე ჩაერთოთ. ის იყო, ლუდის კათხა უნდა გამომეცალა, რომ ნაცნობი ხმა შემომესმა. შევბრუნდი მარი ფრანსუაზის ქმარი, ალენ ტანე. სალაროსთან იდგა და კაფე-კრემის ფირმის სიგარის ყუთს ყიდულობდა. ხარზე საფუნთუშის ემბლემიანი პარკი ეკიდა,
რომლიდანაც სოფლის პური მოჩანდა. როცა შემობრუნდა, სახეზე გაოცება აღებეჭდა. მოგვიანებით კიდევ ერთი კათხა ლუდის თანხლებით. ვუხსნიდი, რომ აქ შემთხვევით აღმოჩნდიდა. პეშმონტას ბენზინ გასამართ სადგურზე ნანახის შესახებ მოვუყევი. ყურადღებით მომისმინა, თუმცა გაკვირვება ნამდვილად არ გამოუხატავს. ვეჭვობდი. მითხრა მას შემდეგ, რაც მოყოლა დავასრულე. ვეჭვობდი, რომ საქმე მხოლოდ საარჩევნო უბნებზე დასხმით არ დასრულდებოდა, რომ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი, რაზეც მედია არ საუბრობს. და რასაკვირველია, ასეთი შემთხვევა მთელ საფრანგეთში მრავლად იქნებოდა. მარტელში მისი ყოფნა შემთხვევითობა სრულებით არ გახლდათ. აქ სახლი ჰქონდა, ოდესღაც მის მშობლებს რომ ეკუთვნოდა. ის აქაური იყო და უახლოეს ხანში, პენსიაზე გასვლისთანავე, მარტელში აპირებდა დასახლებას. თუ მუსლიმი კანდიდატი გაიმარჯვებდა, მარი ფრანსუაზი კათედრაზე ვეღარ დაბრუნდებოდა, ისლამურ უნივერსიტეტში შეუძლებელია ქალი ასწავლიდეს, ეს სრულიად წარმოუდგენელი რამაა. და თავად, მისი სამსახურიში და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოში გამათავისუფლეს. მითხრა შეფარული მრისხანებით. პარასკევს დილით გამათავისუფლეს, მე და მთელი ჩემი გუნდი. განაგრძო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ოფისის დასაცლელად 2 საათი მოგვცეს. მიზეზი იცით? დიახ. რა თქმა უნდა, ვიცი რატომაც. ხუთშაბათს ზემდგომებს ჩემი მოხსენება მივაწოდე, რომელშიც ვაფრთხილებდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას მოსალოდნელი ინციდენტების შესახებ. ამ ინციდენტების მიზანი არჩევნების ნორმალური მიმდინარეობის ჩაშლა იყო. მათ უბრალოდ არაფერი მოიმოქმედეს და მეორე დღეს სამსახურიდან გამომაგდეს. ერთხანს დამაცადა მოწოდებული ინფორმაციის გადახარშვა, მერე დაასკვნა მაშ. თქვენი აზრით, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან? იმის თქმა გსურთ, რომ მთავრობას არჩევნების ჩაშლა სურდა. ნელა დამიქნია თავი. საგამოძიებო კომისიის წინაშე ამას ვერ ვიტყოდი. იმიტომ რომ ჩემს ანგარიშს ფაქტობრივი სიზუსტე აკლია. მაგალითად, ჩემი ინფორმატორების მონაცემებზე დაყრდნობით, დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც აუცილებლად მოხდებოდა მიულუსში ან მისი აგლომერაციის ფარგლებში. თუმცა ვერაფრით ვიტყოდი დაზუსტებით, რომ ეს შეეხებოდა მიულუზი 2-ის, მიულუზი 5-ისა თუ მიულუზი 80-ის საარჩევნო ოლქებს. ყველა მათგანის დაცვას მნიშვნელოვანი რესურსი დასჭირდებოდა. იგივე ეხებოდა დანარჩენ პუნქტებსაც, რომლებზეც თავდასხმას აპირებდნენ. ჩემს ზემდგომებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ შიდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველო, როგორც ყოველთვის, საფრთხეებს გადაჭარბებულად აფასებდა. მოკლედ, მათი აზრით, რისკი მისაღებ ჩარჩოებში ჯდებოდა. მაგრამ კიდევ გიმეორებთ, ჩემი აზრი სრულიად განსხვავებული გახლდათ. იცით, ეს ყველაფერი ვისი ნამოქმედარია. თავადაც მშვენივრად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. უკიდურესი მემარჯვენეების. ნაწილობრივ უკიდურესი მემარჯვენეების, დიახ, მაგრამ ასევე ახალგაზრდა ჯიჰადისტების, რაც, კაცმა რომ თქვას, ერთი და იგივეა. და ფიქრობთ, რომ მათ ეროვნულ ფრონტთან აქვთ კავშირი. არა. მტკიცე უარის ნიშნად თავი გააქმნია. ამ საკითხის კვლევას ჩემი ცხოვრების 15 წელი შევალიე. ვერასოდეს დავადგინეთ თუნდაც უმნიშვნელო კავშირი. უწყინარი კონტაქტიც კი არ ყოფილა. ჯიჰადისტები თავდადებული სალაფისტები არიან, რომლებიც ძალადობას მისდევენ იმის ნაცვლად, რომ წინასწარმეტყველის ქადაგებას ენდონ, მაგრამ სალაფისტებად რჩებიან და მათთვის საფრანგეთი უღმერთო მიწაა. და რალკაფრი მუსლიმური ძმობისთვის საფრანგეთი უკვე პოტენციურად და რალკაფრის ნაწილია. სალაფისტებისთვის ყველა სახის ძალაუფლების წყარო ღმერთია. ხალხის წარმომადგენლობის პრინციპი უღმერთობის გამოვლინებაა. მათ არასოდეს მოუვათ თავში აზრად, შექმნან პოლიტიკური პარტია ან მას მხარი დაუჭირონ. ესე იგი, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჯიჰადის იდეა ხიბლავთ, ახალგაზრდა ჯიჰადისტებს გულის სიღრმეში არჩევნებში ბენ აბესის გამარჯვება სურთ. ამის არ სჯერათ, გონიათ, რომ ჯიჰადი მიზნის მისაღწევი ერთადერთი გზაა, თუმცა ბენ აბესს ხელს არ შეუშლიან. იგივე ეხება ეროვნულ ფრონტს და უკიდურეს მემარჯვენეებს. უკიდურესი მემარჯვენეებისთვის ერთადერთი გზა სამოქალაქო ომია. მაგრამ მათგან ზოგიერთი, სანამ რადიკალიზაციის გზას დაადგებოდა,
ეროვნულ ფრონტთან ახლოს იყო, ამიტომ არაფერს ჩაიდენენ ისეც, რაც ამ უკანასკნელს ზიანს მოუტანს. დაარსების დღიდან ეროვნული ფრონტი, ისევე როგორც მუსლიმური ძმობა, არჩევნების გზას მიჰყვება. მათ დადეს ეს სანაძლეო, რომ დემოკრატიული თამაშის წესებით ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებდნენ. გასაკვირი ის არის და შეიძლება ითქვას სასაცილოც, რომ რამდენიმე დღეა, ევროპელი უკიდურესი მემარჯვენეები, მუსლიმი ჯიჰადისტების მსგავსად დარწმუნებულები არიან, ყველა თავთავის მხრივ, რომ მოწინააღმდეგე პარტიას დარჩება გამარჯვება და რომ მათ მიმდინარე არჩევნების ჩაშლის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რომელია მართალი? რაც შეეხება ამას, წარმოდგენა არ მაქვს. პირველად მოდუნდა და გულღიად გაიღიმა. არსებობს ლეგენდა, რომელიც ძველი დროის საიდუმლო სამსახურს უკავშირდება. თითქოს ხელი მიგვიწვდება რაიმე კონფიდენციალურ გამოკითხვებზე, რომლებიც არასოდეს ქვეყნდება. ეს ბავშვური მიამიტობაა, მაგრამ ცოტათი სიმართლეც ურევია. ამგვარი ტრადიცია მეტნაკლებად შენარჩუნებულია და ხმები ყბადაღებული საიდუმლო გამოკითხვების მიხედვითაც ისევე ნაწილდებოდა, როგორც ოფიციალური გამოკითხვებით გამოჩნდა 50. 50-ზე, ბოლომდე, ხმების რამდენიმე მეათედის განსხვავებით. კიდევ ორი კათხა ლუდი შევუკვეთე. ჩვენთან სადილად უნდა მოხვიდეთ. მითხრათ ანემ. მარი ფრანსუას თქვენი ნახვა გაუხარდება. ვიცი, რომ ძალიან სწყდება გული უნივერსიტეტში თავისი თანამდებობის დატოვების გამო. ჩემთვის სამსახურიდან წამოსვლას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასეა თუ ისე, 2 წელიწადში მაინც ვაპირებდი. პენსიაზე გასვლას. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არც თუ ისე სასიამოვნო ფორმით დასრულდა. მაგრამ პენსიას სრულად მივიღებ. ეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას და უეჩველია, განსაკუთრებულ ფულად ჯილდოსაც გადმომცემენ მადლობის ნიშნად. მე მგონი, მაქსიმალურად შეეცდებიან, პრობლემები თავიდან აირიდონ. ოფიციანტმა ჩვენი ლუდი და ლამბაქით ზეთისხილი მოიტანა. ახლა კაფეში მეტი ხალხი იყო. ადამიანები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. ეთყობოდა, ყველა ერთმანეთს იცნობდა და ზოგიერთი ჩვენს მაგიდასთან ჩავლისას ტანესაც ესალმებოდა. 2 ზეთისხილს ვღრღნიდი, თან ვფიქრობდი მოვლენათა. მიმდინარეობაში რაღაც ისეთი იყო, რაც თითქოს მხედველობიდან გამომრჩა. შემეძლო მასთან ამ თემაზე მესაუბრა. ალენ ტანეს აუცილებლად ექნებოდა თავისი აზრი, ბევრ საკითხზე ჰქონდა საკუთარი აზრი. უკვე ვნანობდი, რომ აქამდე არავითარ ყურადღებას არ ვაქცევდი პოლიტიკურ ცხოვრებას. ერთი რამ არ მესმის. ლუდი მოვსვი და წამოვიწყე. რის იმედი ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც საარჩევნო უბნებს თავს დაესხნენ. არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება. ერთ კვირაში უბნების დაცვას არმია უზრუნველყოფს. და ძალთა თანაფარდობა არ შეცვლილა. შედეგი ისევ გაურკვეველია. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ არ დადგინდება, რომ ამ ქმედებაზე პასუხისმგებლები უკიდურესი მემარჯვენეები არიან და ეს მუსლიმურ ძმობას წაადგება. ან პირიქით, ყველაფერი მუსლიმებმა ჩაიდინეს და ამით ეროვნული ფრონტი იხეირებს. არა, ამის დარწმუნებით თქმა არ შემიძლია. რაიმეს მტკიცება როგორც ერთი, ისე მეორე მხარი სასარგებლოდ სრულიად გამორიცხულია. და ამას არც არავინ ეცდება. სამაგიეროდ შედეგი იქნება, ცვლილებები პოლიტიკურ ასპარეზზე. ძალიან მალე შესაძლოა ხვალიდანაც კი. პირველი ჰიპოთეზა ის. გახლავთ, რომ კავშირი სახალხო მოძრაობისთვის შეეცდება საარჩევნო ალიანსის შეკრას ეროვნულ ფრონტთან. კავშირი დიდი აღარაფერია. ის უკვე თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია გადასული. მაგრამ ჯერ კიდევ საკმარისი ძალა გააჩნია სასწორის გადასახრელად და გადაწყვეტილების მისაღწევად. არ ვიცი, ამის მაინც და მაინც არ მჯერა. ეს თუ შესაძლებელი იყო, წლების წინ უკვე მოხდებოდა. მართალს ამბობთ. წამოიძახა ღიმილით. თავიდან ეროვნული ფრონტი ყველაფრისთვის მზად იყო. ოღონდ კი ალიანსი შეეკრა კავშირთან სახალხო მოძრაობისთვის, მართველ უმრავლესობას მიმხრობოდა. მერე კი ნელ-ნელა თავად გაიზარდა. გამოკითხვებში სულ უფრო მეტ პროცენტს იღებდა. კავშირი კი შიშმა აიტანა, არც თავიანთი პოპულიზმის, არც თავიანთი სავარაუდო ფაშიზმის გამო კავშირის მმართველები ცუდს ვერაფერს ხედავენ რამდენიმე თავდასაცავი თუ ქსენოფობიური ღონისძიების გატარებაში, რაც ასე ძალიან სურს მათ ამომრჩეველს, ან ყოველ შემთხვევაში მისგან შემორჩენილ ნაწილს.
მაგრამ რეალური ვითარება ის არის, რომ კავშირი ახლა ვეღარ იქნება ალიანსის ყველაზე საიმედო პარტია. და ეშინია, რომ თუ შეთანხმებას დადებენ მათ პარტნიორი, უბრალოდ შთანთქავს მათ. გარდა ამისა, არსებობს ევროპის ფაქტორი და ის ფუნდამენტურია. კავშირის, ისე როგორც სოციალისტური პარტიის, დღის წესრიგის მთავარი საკითხია საფრანგეთის გაქრობა, მისი ინტეგრირება ფედერალურ ევროპულ წარმონაქმნთან. მისი ამომრჩევლები ამ მიზანს, რასაკვირველია, არ იწონებენ. მაგრამ პარტიის ხელმძღვანელები უკვე წლებია ახერხებენ, ამ თემას გვერდი აუარონ. აშკარად. ანტიევროპულ პარტიასთან კავშირის შეკვრით კი ამგვარად მოქცევა შეუძლებელი გახდებოდა და ალიანსისგანაც აღარაფერი დარჩებოდა. სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ უფრო მეტად მეორე ჰიპოთეზის მჯერა, რესპუბლიკური ფრონტის ჩამოყალიბების, რომელშიც შევა კავშირი სოციალისტურ პარტიასთან ერთად და ორივე ბენ აბესის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. რასაკვირველია, იმის გარანტიით, რომ საკმარისად იქნება წარმოდგენილი მთავრობაში და მონაწილეობას მიიღებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებშიც. ესეც ძალიან რთული მეჩვენება. და, სიმართლე გითხრათ, გასაკვირიც კი. ამჯერადაც მართალი ბრძანდებით. ისევ გაიღიმა, ხელები მოიფშვნიდა. ეს ყველაფერი აშკარად ძალიან ართობდა. მაგრამ რთულია სხვა რამის გამო. რთულია იმიტომ, რომ გასაკვირია. იმიტომ, რომ ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთის გათავისუფლების შემდეგ. უკვე. იმდენი წელია პოლიტიკურ ასპარეზზე ერთმანეთს ერკინებიან მემარცხენეები და მემარჯვენეები, რომ აღნიშნული შეცვლა ვერც კი წარმოგვიდგენია. თუმცა, არავითარი რეალური სირთულე არ არსებობს. კავშირს მუსლიმური ძმობისგან ბევრად უფრო ნაკლები რამ განასხვავებს, ვიდრე სოციალისტური პარტიისგან. როგორც მახსოვს, ამაზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, თუ სოციალისტურმა პარტიამ საბოლოოდ დათმო განათლების სისტემა, თუ მან მუსლიმურ ძმობასთან შეთანხმებას მიაღწია, თუ მისმა ანტირასისტულმა დამოკიდებულებამ სძლია სეკულარულს, ეს იმიტომ, რომ ჩიხში აღმოჩნდა მომწყვდეული სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. ყველაფერი ნაკლებად რთულად იქნება კავშირის შემთხვევაში, რომელიც კიდევ უფრო ახლოსაა დაშლასთან და არასოდეს მიუნიჭებია დიდი მნიშვნელობა განათლებისთვის, მისთვის სრულიად უცხო კონცეფციისთვის. პირიქით, საჭიროა კავშირი და სოციალისტური პარტია შეეგუონ ერთად მართვის იდეას. მათთვის ეს სრულიად ახალი რამაა. იმის საპირისპირო, რაც პოლიტიკაში შემოსვლის დროიდან განსაზღვრავდა აღნიშნული პარტიების პოზიციას. მესამე შესაძლებლობაც არსებობს. არაფერი მოხდეს. ვერაფერზე შეთანხმდნენ და მეორე ტური ჩატარდეს იმავე პირობებში, ისეთივე გაურკვევლობით. ერთი შეხედვით, ყველაზე მოსალოდნელი სწორედ ეს არის, მაგრამ იმავდროულად, უაღრესად შემაშფოთებელიც. ჯერ ერთი, მეხუთე რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში არჩევნების საბოლოო შედეგი ასეთი გაურკვეველი არასოდეს ყოფილა. და მეორეც, განსაკუთრებით იმიტომაც, რომ დარჩენილი ორი წარმონაქმნიდან სამთავრობო პასუხისმგებლობის გამოცდილება არც ერთს არ გააჩნია, არც საერთოეროვნულ, არც ადგილობრივ დონეზე. პოლიტიკური თვალსაზრისით, უნაკლო მოყვარულები არიან. ლუდი გამოცალა, გონიერებით ახსავსე მოელვარე თვალებით მიყურებდა. ინგლისური სტილის კოსტიუმის ქვეშ ბოლოს მაისური ეცვა. კეთილგანწყობილი, ილუზიებისა და შორსმჭვრეტელობისგან შორს იყო. სავარაუდოა, რომ ჰისტორიას ხელმომწერი იყო. ნათლად წარმოვიდგინე ყდაში ჩასმული ჰისტორიას კოლექცია წიგნის თაროზე, ბუხართან. შესაძლოა კიდევ უფრო სპეციფიკური ნაშრომებიც ჰქონდა. ფრანგული აფრიკის ან მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საიდუმლო სამსახურის ისტორიის მსგავსი. ალბათ ამ ნაშრომების ავტორებმა ჰკითხეს ბევრი რამ, ან მომავალში ჰკითხავდნენ, როდესაც კერსიში იცხოვრებდა, უკვე პენსიონერი. რაღაც საკითხებზე არაფერს იტყოდა. ნაწილზე კი თავს აზრის გამოთქმის უფლებას მისცემდა. ხვალ საღამოსთვის შევთანხმდეთ. მკითხა მას შემდეგ, რაც ოფიციანტს ანიშნა, ანგარიში მოეტანა. სასტუმროში მანქანით გამოგივლით. მარი ფრანსუას მართლაც ძალიან გაეხარდება თქვენი ნახვა. კონსულების მოედანზე ბინდებოდა და ჩამავალი მზე ოქროსფერ ქვას ჟღალ ელფერს აძლევდა. რაიმონდის სახლის წინ ვიდექით. ეს ძველი სოფელია, ხომ ასეა? შევეკითხე. ძალიან ძველი. და მარტელი სახელად შემთხვევით დაერქვა.
ყველამ იცის, რომ შარლ მარტელმა 732 წელს არაბები პუატიესთან დაამარცხა და ჩრდილოეთისკენ მათი წინსვლა შეაჩერა. ეს მართლაც გადამწყვეტი ბრძოლაა, რომელიც ნამდვილი, შუა საუკუნეების ქრისტიანობის დასაბამია. მაგრამ ყველაფერი სინამდვილეში ასე მარტივად არ მომხდარა. მოწინააღმდეგეს ერთბაშად არ დაუხევია უკან და შარლ მარტელი მათ მომდევნო რამდენიმე წელი აკვიტანიაში ებრძოდა. 753 წელს გადამწყვეტი გამარჯვება ამ ადგილის სიახლოვეს მოიპოვა და მადლიერების ნიშნად ეკლესიის აგება გადაწყვიტა. ეკლესია მის გერბს ატარებდა, სამ გადაჯვარედინებულ ჩაქუჩს. ეკლესიის გარშემო სოფელი გაშენდა, რომელიც დაინგრა და მე-15 საუკუნეში აღადგინეს. ქრისტიანობა და ისლამი უამრავ ბრძოლაში დაუპირისპირდა ერთმანეთს. ბრძოლა ყოველთვის იყო ადამიანების უმთავრესი საქმიანობა. როგორც ნაპოლეონი ამბობდა, ომი არის დეჰუმანიზაცია. მაგრამ ჩემი აზრით, ახლა ისლამთან შეთანხმების, ალიანსის დრო დადგა. გამოსამშვიდობებლად ხელი გავუწოდე. პენსიაზე გასული მოხუცი ბრძენის სახით დამემშვიდობა. საიდუმლო სამსახურის ვეტერანის როლს ცოტათი ამლაშებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ახლახან მოხდა, გასაგებია, რომ დრო სჭირდებოდა, რათა თავის ახალ პერსონაჟს შეთვისებოდა. ასეა თუ ისე, გამიხარდა, მეორე დღეს თავისთან რომ მიმიწვია. უკვე ახლა შემეძლო მეთქვა, რომ პორტო ხარისხიანი იქნებოდა და სადილიც იმათ შემოთავაზებულს არ ემგვანებოდა, გასტრონომიას არასერიოზულად რომ ეკიდებიან. ხვალ ტელევიზორს უყურეთ, პოლიტიკური ახალი ამბები არ გამოტოვოთ. მითხრა წასვლამდე. მზად ვარ, სანაძლეოც კი დავდო, რომ რაღაც აუცილებლად მოხდება. სამშაბათი, 31 მაისი. ინფორმაცია მართლაც გასკდა 14 საათის შემდეგ. კავშირი სახალხო მოძრაობისთვის, დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირი, სოციალისტური პარტია შეთანხმდნენ ფართო რესპუბლიკური ფრონტის შექმნაზე და მუსლიმური ძმობის კანდიდატს უჭერდნენ მხარს. უაღრესად აღელვებული საინფორმაციო არხების ჟურნალისტები მთელი ნაშუადღევი მეტის გაგებას ცდილობდნენ შეთანხმების პირობებისა და სამინისტროების განაწილების შესახებ, მაგრამ აწყდებოდნენ ერთსა და იმავე პასუხებს, პოლიტიკური წინდახედულობის, ნაციონალური ერთობის აუცილებლობის, დაყოფილი ქვეყნის ჭრილობების მოშუშების შესახებ ფუჭ განცხადებებს. ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, წინასწარ განჯვრეტა შეიძლებოდა. ყველაზე გასაკვირი და ნაკლებად მოსალოდნელი პოლიტიკური სცენის პირველ პირად ფრანსუა ბაირუს დაბრუნება გახლდათ. მან მუჰამად ბენ აბესისგან ტიცკეთ მიიღო, თუ აბესი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა. ბაირუ პრემიერ-მინისტრის პოსტს ჩაიბარებდა. მოხუცი ბეარნელი პოლიტიკოსი უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა არჩევნებში დამარცხდა, რომელშიც მონაწილეობდა. ახლა სხვადასხვა ჟურნალის დახმარებით მედიდურის იმიჯს იქმნიდა. რეგულარულად იღებდა სურათს მეცხვარის კომბალზე დაყრდნობილი, ჯიუსტენ ბრიდუს სტილის წამოსასხამში გამოწყობილი, ყანებისა და მინდვრების შერეული პეიზაჟის ფონზე, ძირითადად ლაბურში. მისი მრავალრიცხოვანი ინტერვიუს მიზანი იყო განემტკიცები ნადე გოლისტის იმიჯი, იმ ადამიანის, რომელმაც თქვა: არა, ბაირუ, ნამდვილად გენიალური იდეაა, სრულიად გენიალური. წამოიძახა ალენ ტანემ ჩემი დანახვისთანავე. ენთუზიაზმისგან ლამის კანკალებდა. ვაღიარებ, ასეთი რამ თავში არც კი მომსვლია. არა, ეს ბენ აბესი ნამდვილად მაგარია. მარი ფრანსუაზმა გულღია ღიმილით მიმიღო. არა მხოლოდ ჩემი ნახვა გაუხარდა, არამედ ზოგადად კარგად გამოიყურებოდა. სამზარეულოს სამუშაო მაგიდასთან იდგა, იუმორისტული წარწერით გაფორმებული წინსაფარი ეკეთა, რომელზეც რაღაც ამდაგვარი ეწერა. ნუ ლანძღავთ მზარეულს, პატრონი მიხედავს და ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დოქტორანტებს ლექციებს უკითხავდა იმ განსაკუთრებული გარემოებების შესახებ, რომლის გამოც ბალზაკმა ბეატრისის ჩასწორება დაიწყო. ხახვით შეზავებული იხვის კისრის ხორცის უგემრიელესი ტარტები მოამზადა. მისმა ენერგიამოზღვავებულმა ქმარმა ზედიზედ გახსნა კაურისა და სოტერნის ბოთლები, მერე გაახსენდა, რომ მისი არაჩვეულებრივი პორტო აუცილებლად უნდა გამესინჯა. მოცემულ მომენტში წარმოდგენა არ მქონდა, რატომ იყო ფრანსუა ბაირუს პოლიტიკაში დაბრუნება გენიალური იდეა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ტანე არ დაახანებდა თავისი თეზისის განმარტებას. მარი ფრანსუაზი ქმარს გულთბილად უმზერდა, აშკარად შვება იგრძნო, რომ ის ასე იოლად შეხვდა სამსახურის დატოვებას და ოთახის სტრატეგის ახალი როლის მორგებას შეეძლო თავისი უპირატესი მდგომარეობა გამოეხატა მერის,
ექიმის, ნოტარიუსისა და ყველა ადგილობრივი ბობოლას წინაშე, რომელთა მნიშვნელობა პროვინციაში ჯერ კიდევ შემორჩენილია. საიდუმლო სამსახურში წარმატებული კარიერის წყალობით, ის განსაკუთრებული შარავანდედით იქნებოდა მოცული. მათი, როგორც პენსიონერების ცხოვრება, აშკარად ბედნიერად წარიმართებოდა. ბაირუს შემთხვევაში განსაკუთრებული ის არის. ენთუზიაზმით განაგრძო ტანემ. რომ ჩამოყალიბებული სულელია, მისი პოლიტიკური გეგმები მუდამ შემოიფარგლებოდა დაჟინებული სურვილით, როგორც დღეს მიღებულია გამოთქმა, ნებისმიერი საშუალებით უმაღლესი მაგისტრატურისთვის მიეღწია. არასოდეს ჰქონია, არც კი უცდია, ჰქონოდა საკუთარი აზრი ან თუნდაც მისი ჩანასახი. ამ თვალსაზრისით, ეს უკვე იშვიათობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ის იდეალური პოლიტიკოსია ჰუმანიზმის ცნების განსახიერებისთვის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავი თანამედროვე ანრი მეოთხედ და რელიგიათა შორის დიალოგში დიად მომრიგებლად მიაჩნია. მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს კათოლიკურ ელექტორატში, რომელსაც მისი სისულელე ამშვიდებს. ბენ აბეს კი სწორედ ეს სჭირდება, მასაც სწადია ახალი ჰუმანიზმის განსახიერება იყოს, რომლის დასრულებული ფორმა ისლამია. ეს ახალი, გამაერთიანებელი ჰუმანიზმია და სრულიად გულწრფელი გახლავთ, როდესაც წმინდა წიგნების მქონე სამივე რელიგიის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. მარი ფრანსუაზმა სუფრასთან მიგვიწვია. ბაბუაცვერათი შეზავებული ცერცვის სალათა და პარმეზანის ბურბუშელა მოემზადებინა. ყველაფერი ისეთი არაჩვეულებრივი იყო, რომ ერთხანს საუბრის ძაფიც კი დავკარგე. საფრანგეთში კათოლიკეები პრაქტიკულად აღარ დარჩნენ. აგრძელებდა ტანე. ისინი ერთგვარი მკაცრი მორალით არიან შეზღუდულნი, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისიდანვე ბენ აბესი მათ მომადლიერებას ყოველთვის ცდილობდა. წინა წელს, სულ მცირე, სამჯერ ჩავიდა ვატიკანში. იმის მიუხედავად, რომ მას მესამე სამყაროს ქვეყნების მომხრის იმიჯი აქვს, მაინც მოახერხა კონსერვატორი ამომრჩევლის დამშვიდება. მისი ძველი მოწინააღმდეგის, დარიქ რამადანისგან განსხვავებით, რომელსაც ტროცკისტებთან ახლო ურთიერთობა ძვირად დაუჯდა, ბენ აბესი, სახელი რომ არ გაეტეხა, ყოველთვის იკავებდა თავს კაპიტალიზმის მოწინააღმდეგე უკიდურეს მემარცხენეებთან ურთიერთობისგან. იდეების ბრძოლაში გამარჯვებული ლიბერალური მემარჯვენე ფრთა გამოვიდა. ამას შესანიშნავად მიხვდა, ახალგაზრდები მეწარმეებად იქცნენ და საბაზრო ეკონომიკის შეუცვლელობას ახლა ყველა აღიარებს. მაგრამ მუსლიმი ლიდერის გენიალურობის დამადასტურებელი ნიშანი იყო იმის გაგება, რომ არჩევნების მთავარი თემა ეკონომიკა კი არა, ღირებულებები იქნებოდა. და აქაც მემარჯვენეები მზად იყვნენ. გამარჯვება მოეპოვებინათ ისე, რომ ბრძოლაც კი არ გამართულიყო. დარიქ რამადანი შარიათს ნოვატორულ, სულაც რევოლუციურ საშუალებად თვლიდა. ბენ აბესმა კი მას დაუბრუნა დამამშვიდებელი, ტრადიციული ეგზოტიკურობის ელფერის მქონე ღირებულების სახელი და მას სასურველადაც კი წარმოაჩენდა. ოჯახის ტრადიციული მორალის აღდგენა და პატრიარქატის შემოღება მის წინ ფართო გზა იშლებოდა, რომელსაც მემარჯვენეები ვერ გამოიყენებდნენ და რასაკვირველია, ვერც ეროვნული ფრონტი, მათ მაშინვე რეაქციონერების შესაძლოა ფაშისტებისაც ეტიკეტს მიაკერებდნენ უკიდურესი სამოციანელები, მომაკვდავი პროგრესისტების მუმიები, სოციოლოგიური თვალსაზრისით, სიცოცხლის ნიშანწყალი რომ აღარ შერჩათ, მაგრამ მედია საშუალებების ციტადელებს არიან თავშეფარებულნი, საიდანაც წყევლაკრულვას უთვლიან აუბედით დროებასა და ქვეყანაში. ფეხმოკიდებულ გულისამრევ მდგომარეობას. მხოლოდ ბენ აბესი იყო ყოველგვარი საშიშროებისგან თავისუფალი. მისი ანტირასისტული გზავნილის შინაარსით მონუსხულმა მემარცხენეებმა თავიდანვე დაკარგეს მასთან ბრძოლის შესაძლებლობა. ამის ხმამაღლა ხსენების შესაძლებლობაც კი. შემდეგ მარი ფრანსუაზმა სუფრაზე ხბოს კანჭის კონფი და შემწვარი კარტოფილი მოიტანა და მეც ნელ-ნელა ფეხქვეშ ნიადაგი გამომეცალა. და მაინც ის მუსლიმია. თქვი დაბნეულმა. ის ზომიერი მუსლიმია, ეს არის მთავარი. ამას მუდმივად ამტკიცებს და სიმართლეს ამბობს. არ შეიძლება მისი წარმოდგენა თალიბანის წევრის ან ტერორისტის სახით, ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. ასეთი ტიპის ადამიანები ყოველთვის ეზიზღებოდა. როდესაც თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა და ამაზე საუბრობს, გავიხსენოთ თუნდაც ის, რაც მონდში დაიბეჭდა, გარდა ამ ტიპის ქმედების მორალურად მიუღებლობისა, მის სიტყვებში ზიზღის ნიუანსიც იკითხება. გულის სიღრმეში ის ტერორისტებს მოყვარულებად მიიჩნევს. სინამდვილეში ბენ აბესი უაღრესად მოქნილი პოლიტიკოსია,
ყველაზე მოქნილი და მოხერხებული, რომელსაც საფრანგეთი იცნობს ფრანსუა მიტერანის შემდეგ. მაგრამ მიტერანისგან განსხვავებით, მას ნამდვილად აქვს ისტორიული ხედვა. მოკლედ, თქვენი აზრით, კათოლიკეებს არაფრის უნდა ეშინოდეთ. არა მხოლოდ არაფრის უნდა ეშინოდეთ, არამედ ბევრი სიმედიც უნდა ჰქონდეთ. იცით, გაიღიმა, თითქოს მობოდიშება სურდა. უკვე 10 წელია ბენ-აბესის თემაზე ვმუშაობ, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთში ერთ-ერთი ვარ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მას ყველაზე კარგად იცნობენ. თითქმის მთელი კარიერა ისლამური მოძრაობების ზედამხედველობას შევალიე. პირველი საქმე, რომელზეც ვიმუშავე. მაშინ სულ ახალგაზრდა ვიყავი, ჯერ კიდევ სენ-სირ ომონდორში ვსწავლობდი. იყო 1986 წლის ტერორისტული აქტები პარიზში. ბოლოს გაირკვა, რომ ისინი დაუკვეთა ჰეზბოლამ და მათ უკან ირანი იდგა. მერე გამოჩნდნენ ალჟირელები, კოსოვოელები, ალ-ქაიდასთან უშუალოდ დაკავშირებული მოძრაობები, მარტოხელა-მგლები. ეს არასოდეს დასრულებულა, განსხვავებული ფორმებით მუდამ არსებობდა. როდესაც მუსლიმური ძმობა დაარსდა, ძალაუნებურად ის მაშინვე მიზანში ამოვიღეთ. წლები დაგვჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ თუ ბენ-აბესი პროექტი იყო, თუნდაც უაღრესად ამბიციური. პროექტი მას არაფერი ჰქონდა საერთო ისლამისტ ფუნდამენტალისტებთან. უკიდურესი მემარჯვენეების ჯგუფებში გავრცელდა ხმები, რომ როდესაც მუსლიმები ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ქრისტიანები მაშინვე მიიღებდნენ ზიმმის ანუ მეორე რანგის მოქალაქეების სტატუსს. ზიმმი მართლაც ისლამის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. მაგრამ სიმართლე ითქვას, ეს სტატუსი მეტისმეტად მყიფეა. ისლამი გეოგრაფიულად უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს. ის, რაც საუდის არაბეთშია მიღებული, სრულიად განსხვავდება ინდონეზიაში ან მაროკოში ფეხმოკიდებული ტრადიციისგან. რაც შეეხება საფრანგეთს, სრულიად დარწმუნებული ვარ, სანაძლეოსაც დავდებ, რომ ქრისტიანული აღმსარებლობა არა მხოლოდ არ შეიზღუდება, არამედ დამატებითი თანხები გადაეცემა კათოლიკურ ასოციაციებს. და ასევე რელიგიური ნაგებობების მოვლისთვის გამოყოფილი რესურსებიც გაიზრდება, შეუძლიათ საკუთარ თავს ამის უფლება მისცენ. ხოლო ნავთობის მაგნატების მიერ მეჩეთების შენახვაზე გაწეული ხარჯი ბევრად მეტი იქნება. მუსლიმების ნამდვილი მტერი, ის, რისაც მათ ეშინიათ და ყველაზე მეტად ეზიზღებათ, არის სეკულარიზმი, ათეისტური მატერიალიზმი. მათთვის კათოლიკეები მორწმუნეები არიან. კათოლიციზმი წმინდა წიგნის რელიგიაა. საჭიროა მხოლოდ მათი დარწმუნება. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან და ისლამი მიიღონ. სწორედ ეს არის მუსლიმის მიერ რეალურად დანახული ქრისტიანობა. და ებრაელები. უნებურად წამომცდა. არ ვაპირებდი ამ შეკითხვის დასმას. თვალწინ დამიდგა მირიამი ჩემს საწოლში, ხოლოდ პერანგში უკანასკნელ დილას. მისი პატარა, მკვრივი, მრგვალი დუნდულების გამოსახულება ამომიტივტივდა. მოზრდილი ჩიქა კაორით გავავსე. აჰ, ისევ გაიღიმა. ებრაელების შემთხვევაში საქმე ცოტათი რთულადაა. თეორია, შეიძლება ითქვას, იგივეა. იუდაიზმი წმინდა წიგნის რელიგიაა. აბრაამსა და მოსეს ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს. რაც შეეხება პრაქტიკას, ისლამურ ქვეყნებში მუსლიმების ურთიერთობა ებრაელებთან ყოველთვის უფრო პრობლემური იყო, ვიდრე ქრისტიანებთან დამოკიდებულება. და რასაკვირველია, პალესტინის საკითხმა ყველაფერი გაართულა. ამიტომ მუსლიმური ძმობის წიაღში არსებობს მცირე ჯგუფები, რომლებიც ებრაელების განდევნის ღონისძიებებს გეგმავენ. მაგრამ ჩემი აზრით, ისინი გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენენ. ბენ-აბესს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის დიდ რაბინთან. შესაძლოა, დროდადრო თავისი ექსტრემისტების კისერზე ყულფიც მოუშვას. რადგან თუ იმედოვნებს, რომ შესაძლებელია მრავალი ქრისტიანის ისლამზე მოქცევა და არაფერი მოწმობს ამ ფაქტის შეუძლებლობას. ებრაელების შემთხვევაში ასეთი ილუზია მეტად საჭოჭმანოა. ჩემი აზრით, იმედოვნებს, რომ ისინი თავად დატოვებენ საფრანგეთს და ისრაელში წავლენ. ყოველ შემთხვევაში შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ პალესტინელთა ლამაზი თვალების გამო ბენ-აბესი პირადი ამბიციების მსხვერპლად გაღებას არ აპირებს. ამბიციები კი უსაზღვრო აქვს. ძალზე ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც წაუკითხავთ მისი პუბლიკაციები პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის გარიჟრაჟზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას,
რომ ისინი გაუგებარ გეოპოლიტიკურ სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდებოდა. მაგრამ თვალის ერთი გადავლებითაც ცხადია, რომ რომის იმპერიის მსგავსი გაერთიანების ჩამოყალიბებაზე ოცნებობს და ევროკავშირის შექმნა მისთვის მხოლოდ ამ ათასწლოვანი ამბიციის განხორციელების საშუალებაა. საგარეო პოლიტიკის ღერძი სიმძიმის ცენტრის ევროპიდან სამხრეთში გადატანა იქნება. უკვე არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ისეთი მიზნის ხელშეწყობაზე მუშაობენ, როგორიცაა ხმელთაშუაზღვისპირეთის კავშირის ჩამოყალიბება. პირველად ევროპის მშენებლობას რასაკვირველია. თურქეთი და მაროკო შეუერთდებიან. მერე ტუნისისა და ალჟირის რიგიც მოვა. უფრო შორეული მომავალია ეგვიპტე, ყველაზე დიდი ლუკმა, თანაც გადამწყვეტი. პარალელურად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპული ინსტიტუტები, რომლებსაც დღეს ყველაფერი შეიძლება უწოდო დემოკრატიulis გარდაიქმნება უფრო მეტი სამოქალაქო ჩართულობის მისაღწევად. ლოგიკური შედეგი ევროპის პრეზიდენტის საყოველთაო კენჭისყრით არჩევა იქნება. ამ თვალსაზრისით, ევროპაში მჭიდროდ დასახლებული და დინამიკური დემოგრაფიის მქონე ქვეყნების, თურქეთისა და ეგვიპტის ჩართვა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. დარწმუნებული ვარ, ბენ აბესის ნამდვილი ამბიციაა ევროპის პირველი არჩეული პრეზიდენტი გახდეს გაფართოებული ევროპის, რომელიც ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზის ქვეყნებსაც მოიცავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ის მხოლოდ 43 წლისაა. ელექტორატის დასამშვიდებლად საკუთარ წონაზე ზრუნავს და უარს ამბობს თმის შეღებვაზე. ერთი მხრივ, ბებერი ბატიეორი მართალს ამბობდა ევრაბეთის შეთქმულების თაობაზე. მაგრამ ეს ქალბატონი ცდება, როდესაც ევროხმელთაშუაზღვისპირული გაერთიანება სპარსეთის ყურის მონარქიებთან შედარებით დაკნინებული სახით წარმოუდგენია. სინამდვილეში კი საქმე გვექნება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოებრივ გაერთიანებასთან და მისი წევრები ერთმანეთის თანასწორნი იქნებიან. ამჟამად საუდის არაბეთსა და სხვა ნავთობით მდიდარ ქვეყნებში უცნაური რამ თამაშდება. ბენ აბესი მზად არის, მათი ფულის უსაზღრო რაოდენობით ისარგებლოს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ სურს საკუთარი სუვერენიტეტის იოტისოდენად დათმობა. ეს დეგოლისეული ამბიციის გამეორებაა, რომელსაც საფრანგეთის დიდი არაბული პოლიტიკის წარმოება სურდა. და გარწმუნებთ, რომ მომხრეები არ აკლია, მათ შორის სპარსეთის ყურის მონარქიებიც არიან, რომელთაც ამერიკის მიმართ არსებული პოლიტიკური სიმპათია აიძულებს, ბევრი რამ მოითმინონ, მუდმივად წმინდა არაბული შეხედულებების მომხრეთა კრიტიკის სამიზნეებს წარმოადგენენ. და მათი აზრით, ახალი მოკავშირე ისეთი ევროპის სახით, რომელიც ნაკლებად უკავშირდება ისრაელს, საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. დადუმდა. ნახევარ საათზე მეტი შეუწყვეტლივ ილაპარაკა. თავს ვეკითხებოდი, დაწერდა თუ არა წიგნს ახლა, როდესაც პენსიაზე გავიდა. ეცდებოდა თუ არა საკუთარი აზრების ფურცელზე გადატანას. მისი მონაყოლი საინტერესო მეჩვენებოდა. ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებისთვის მაინც, რომლებსაც ისტორია აინტერესებთ, რასაკვირველია. მარი ფრანსუაზმა დესერტი მოიტანა, ვაშლისა და ნიგუზის ლანდეური ნამცხვარი შებრაწული ქერქით. უკვე დიდი ხანია, ასე გემრიელად არ მიჯამია. სადილის შემდეგ ისხა დაგვრჩენოდა. მისაღებ ოთახში გადასულებს არმანიაკის გემო გაგვესინჯა. და სწორედ ასე მოვიქეცით. ალკოჰოლის ზემოქმედებით მოდუნებული, ძველი ჯაშუშის ლაპლაპა თავის ქალას, შოტლანდიური ქსოვილის საშინაო კოსტიუმს ვუყურებდი და ვფიქრობდი, თავად რა შეიძლებოდა ეფიქრა პირადად მას. რას ფიქრობდა ის, ვინც მთელი ცხოვრება გახსნილი ბანკოთი თამაშს იკვლევდა? ალბათ არაფერს და ჩემი აზრით, არჩევნებშიც კი არ მონაწილეობდა. მან ძალიან ბევრი რამ იცოდა. ფრანგულ საიდუმლო სამსახურში მუშაობა იმიტომ დავიწყე. განაგრძო უკვე დამშვიდებულმა, რომ ბავშვობიდანვე მხიბლავდა ჯაშუშების შესახებ ისტორიები. მაგრამ ამის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ პატრიოტიზმი მამაჩემისგან მემკვიდრეობით მივიღე. 1922 წელს დაიბადა, წარმოგიდგენიათ? ზუსტად 100 წლის წინ. დასაწყისიდანვე მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1940 წლის ივნისის ბოლოდან. მის დროს ფრანგული პატრიოტიზმის იდეა ცოტათი გაუფასურდა. შეიძლება ითქვას, თავად იდეა 1792 წელს ვალმისთან დაიბადა და 1917 წელს ვერდენის სანგრებში მოკვდა. დაახლოებით 1 საუკუნე იარსება. დღეს თუ სჯერა ვინმე 3 დეის
ეროვნული ფრონტი თავს გვაჩვენებს, რომ ასეა, მაგრამ მათ რწმენაში არის რაღაც ძალიან გაურკვეველი და უიმედო. სხვა პარტიებმა გადაჭრით აირჩიეს საფრანგეთის ევროკავშირში ათქვეფა. ბენ აბესაც სჯერა ევროპის, სხვებზე მეტადაც კი, მაგრამ ის განსხვავებულია. მას მართლაც აქვს იდეა ევროპის შესახებ, ცივილიზაციის შექმნის ნამდვილი პროექტი. მისთვის მისაბაძი იმპერატორი ავგუსტუსია. სრულებით არ გახლავთ ხელსამოსაკრავი ნიმუში. შემორჩენილია ავგუსტუსის სენატში გამოსვლების ტექსტები და დარწმუნებული ვარ, ისინი ყურადღებით შეისწავლა. აქ მცირე ხანს დადუმდა, მერე ჩაფიქრებულმა დაამატა. ეს შეიძლება მართლაც დიდი ცივილიზაცია გახდეს, არც კი ვიცი. როკამადურს იცნობთ. შემეკითხა მოულოდნელად, როდესაც უკვე ყვინთვა დავიწყე და ვუპასუხე, რომ არა, უფრო სწორად ტელევიზიით მენახა. აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ. აქედან 20 კილომეტრშია. აუცილებლად მოინახულეთ. ხომ იცით, როკამადურში სალოცავად ჩასვლა ქრისტიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლებოდა. ჰენრი პლანტაგენეტი, წმინდა დომინიკი, წმინდა ბერნარი, წმინდა ლუი, ლუი მე-11, ფილიპ მე-4 ლამაზი. ყველას მოუღრია მუხლი შავი ღვთისმშობლის წინაშე. ყველას ჩოქვით აუვლია საკურთხევლის კიბე და თავმდაბლად ულოცია ცოდვათა მიტევებისთვის. როკამადურში შეიძლება გაისიგრძეგანოთ, რამდენად დიადი იყო შუა საუკუნეების ქრისტიანული ცივილიზაცია. შუა საუკუნეების შესახებ იუისმანსის მოსაზრებები გამახსენდა. ეს არ მანიაკი არაჩვეულებრივი რამ გახლდათ, ვაპირებდი, პასუხი გამეცა, მაგრამ მივხვდი, აზრის ნათლად ჩამოყალიბება მიჭირდა. ჩემდა გასაოცრად, მტკიცედ და ხმამაღლა პეგის ლექსის კითხვა დაიწყო. ბედნიერები არიან, ვინც სამშობლოსთვის დაიღუპა. მაგრამ სამართლიან ბრძოლაში. ბედნიერები არიან დედამიწის 4-ვე კუთხეში დაღუპულები. ბედნიერები არიან, ვინც დიადის სიკვდილით მოკვდა. ძალიან ძნელია სხვებს გაუგო, მიხვდე, მათი გულის სიღრმეში რა იმალება და ალკოჰოლის დახმარების გარეშე ეს ალბათ შეუძლებელიცაა. გასაკვირი და ამაღელვებელიც იყო იმის ცქერა და მოსმენა, როგორ წარმოთქვამდა ლექსის სტრიქონებს ეს ხანდაზმული, ფაქიზი, მოვლილი, განათლებული და ირონიული ადამიანი. ბედნიერები არიან, ვინც სახელგანთქმულ ბრძოლებში დაეცა. მიწას მიებარა ღმერთის წინაშე. ბედნიერები არიან, ვინც ბოლოს აღებულ სიმაღლეზე მოკვდა და დაიკრძალა სამხედრო პატივით. აქ თავი გააქნია, თითქმის დანანებითაც კი. ხედავთ. მეორე სტროფშივე, ლექს საკმარისი წონა რომ შემატოს, ღმერთის მოხმობა სჭირდება. მხოლოდ სამშობლოს იდეა თავისთავად საკმარისი არ არის. რაღაც უფრო დიადს უნდა უკავშირდებოდეს ამაღლებულ წესრიგთან დაკავშირებულ მისტიკას. და ეს კავშირი აშკარად ჩანს შემდეგ სტროფებში. ბედნიერები არიან ქალაქებისთვის ბრძოლაში დაცემულები. რადგან ისინი ღვთის სამკვიდროს უერთდებიან. ბედნიერები არიან, ვინც თავი დასდო კერიისთვის. მშობლიური სახლების უპრეტენზიო ღირსება დაიცვა. რადგან სწორედ ისინი არიან. ღმერთის სამკვიდროს სახე, დასაწყისი, გული და ძლიერება. ბედნიერები არიან, ვინც დაიღუპა ღირსეულად და ვინც იმავდროულად დააფასეს. საფრანგეთის რევოლუცია, რესპუბლიკა, სამშობლო. ჰო, ამან ალბათ რაღაც მაინც შექმნა. რაღაც, რაც ერთ საუკუნეზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა. შუა საუკუნეების ქრისტიანობამ კი 1000 წლეულზე დიდხანს იარსება. ვიცი, რომ იუისმანსის სპეციალისტი ხართ, მარი ფრანსუაზმა მითხრა. მაგრამ ჩემი აზრით, შუა საუკუნეების სული ისეთი ძალით არავის შეუგრძნია, როგორც პეგის. იმის მიუხედავად, რომ რესპუბლიკელი, სეკულარისტი დრეიფუსის დამცველი იყო. და მან იგრძნო, რომ შუა საუკუნეების ჭეშმარიტი ღვთაება არ არის მამა ღმერთი, იესო ქრისტეც კი არა, ეს ღვთისმშობელი მარიამია. და ამას თქვენც იგრძნობთ როკამადურში. ვიცოდი, მეორე თუ მესამე დღეს პარიზში დაბრუნებას აპირებდნენ, რათა აქ გადმოსვლის საქმე მოეგვარებინათ. გაფართოებული რესპუბლიკური ფრონტის შეთანხმების შემდეგ არჩევნების მეორე ტურის შედეგები ეჭვს არ იწვევდა და მათი პენსიაზე გასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო. მარი ფრანსუას გულით გადაუხადე მადლობა მისი კულინარიული ნიჭისთვის, შემდეგ მის ქმარს გამოვემშვიდობე, რომელიც კარის ზღურბლზე იდგა. იმ ფაქტმა, რომ თითქმის იმდენივე დალია,
რამდენიც მე, მაგრამ კიდევ შეეძლო პეგის ლექსების კითხვა, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ რესპუბლიკამ და პატრიოტიზმმა რაღაც შექმნა, გარდა სულელური ომების დაუსრულებელი წყებისა, მაგრამ ტანე შორს იყო მოხუცებულობისთვის დამახასიათებელი გონაკლულობისგან. ვისურვებდი, მის ასაკში მეც იმავე მდგომარეობაში ყოფილიყავი. ქუჩამდე რამდენიმე საფეხური ჩავიარე. მისკენ შევბრუნდი და ვუთხარი. როკამადურში წავალ. ტურისტულ სეზონს პიკისთვის ჯერ არ მიეღწია. ამიტომ არ გამჭირვებია ნომრის დაქირავება სასტუმროში ბიაუშიტე, რომელიც შუა საუკუნეების ქალაქში მშვენიერ ადგილზე მდებარეობდა. რესტორნის პანორამული ხედი ალზუს ხეობას ზემოდან დაჰყურებდა. ადგილი მართლაც შთამბეჭდავი იყო და სტუმრების ნაკლებობას არ უჩიოდა. მსოფლიოს 4-ვე კუთხიდან ჩამოსული ტურისტების დაუსრულებელმა ცვლამ. ერთმანეთისგან ნაკლებად განსხვავდებოდნენ, ყველანი ერთმანეთს ცოტათი ჰგავდნენ, ფოტოაპარატებით ხელში დადიოდნენ, გაოგნებულები ათვალიერებდნენ ფერდობზე შეფენილ კოშკებს, საგუშაგოების შემოვლით გზებს, სამლოცველოებისა და სამრეკლოების რთულ ხლარწს. რამდენიმე დღეში ისეთი შთაბეჭდილება შემიქმნა, რომ ისტორიული დრო შეჩერდა და მეორე საარჩევნო კვირის საღამოს ძლივს შევნიშნე არჩევნების დასრულება მუჰამად ბენ აბესის დიდი გამარჯვებით. მეოცნებე უსაქმურობამ დამრია ხელი და იმის მიუხედავად, რომ სასტუმროში ინტერნეტი შესანიშნავად მუშაობდა, მირიამის ხანგრძლივი დუმილი ნაკლებად მაწუხებდა. სასტუმროს მეპატრონემ და პერსონალმა უკვე სათანადოდ შემაფასეს, ცოტათი განათლებული მარტოხელა, ცოტათი სევდიანი, გართობის ნაკლებად მოყვარული. და სიმართლე ითქვას, ეს დახასიათება სინამდვილეს შეესატყვისებოდა. მათ თვალში იმ კლიენტების რიცხვს მივეკუთვნებოდი, რომელიც პრობლემებს არ ქმნის და ეს იყო მთავარი. როკამადურში 1 თუ 2 კვირის ჩასული ვიყავი, როდესაც ბოლოს და ბოლოს მირიამისგან მეილი მივიღე. ბევრს მწერდა ისრაელზე, იქაურ განსაკუთრებულ ატმოსფეროზე. არაჩვეულებრივად დინამიკურსა და მხიარულზე, მაგრამ რომელსაც მუდმივად ახლდა ტრაგედიის შეგრძნება. უცნაურია მწერდა, რომ ტოვებ ქვეყანას, საფრანგეთს, სადაც საშიშროება ჰიპოთეტურია და საცხოვრებლად გადადიხარ ქვეყანაში, სადაც ის სრული რეალობაა. ჰამასის დისიდენტურმა ფრთამ გადაწყვიტა. ახალი აქციები წამოეწყო და თითქმის ყოველდღე კამიკაძე თვითმკვლელები ხან რესტორნებში, ხან ავტობუსებში იფეთქებდნენ თავს. უცნაური იყო, მაგრამ ადგილზე ჩასვლისას გასაგები ხდებოდა. ისრაელი ჩამოყალიბების დღიდან ომშია. თავდასხმები, ბრძოლები იქ ერთგვარად გარდაუვალი, ბუნებრივი რამაა. ყოველ შემთხვევაში სიცოცხლით ტკბობას ხელს არ უშლის. მირიამმა მეილს თავისი 2 ფოტო დაურთო. ბიკინიში გამოწყობილი თელ-ავივის პლაჟზე პოზირებდა. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელზეც ზღვისკენ მიმავალი ზურგიდან იყო გადაღებული, მისი დუნდულების გამოცნობა ძალიან კარგად შეიძლებოდა და მასტურბაცია დავიწყე. მათი მოფერების დაუძლეველი სურვილი მომეძალა. თითებში მტკივნეულმა ჟრუანტელმა დამიარა. გასაოცარია, როგორ კარგად მახსოვდა მისი დუნდულები. ლეპტოპი დავხურე და მერეღა გავაცნობიერე, რომ საფრანგეთში დაბრუნებაზე სიტყვაც არ დაუძრავს. ჩასვლის პირველი დღიდანვე ჩვევად შემოვიღე ყოველდღიურად წავსულიყავი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში და რამდენიმე წუთი შავი ღვთისმშობლის წინაშე ჩამომჟდარს გამეტარებინა. სწორედ იმის, რომელიც 1000-ზე მეტი წელია მომლოცველ მოგზაურთა შთაგონების წყაროს წარმოადგენდა, რომლის წინაშე მუხლი მოუღრია ამდენ წმინდანსა და მეფეს. უცნაური ქანდაკება იყო, ამჟამად სრულიად გამქრალი სამყაროს მოწმე. ღვთისმშობელი წელში ძალიან გამართული იჯდა. მისი თვალებდახუჩული სახე ისეთი მიუწვდომელი ჩანდა, რომ უცხოპლანეტელისა გეგონებოდათ, თავზე დიადემა ადგა. პატარა იესო, რომელსაც ბავშვისაზე მეტად ზრდასრული ადამიანის ნაკვთები ჰქონდა, შეიძლება ითქვას ხანდაზმულისაც კი. ასევე წელში გამართული იჯდა დედის მუხლებზე. მასაც თვალები დაეხუჭა. წაწვეტებული, ბრძნული და ძლევამოსილი სახე ჰქონდა. თავზე გვირგვინი ედგა. მათ პოზებში არ ჩანდა ალერსის, დედობრივი გრძნობის ნატამალი. ეს არ გახლდათ ჩვილი იესოს გამოსახულება. ის უკვე სამყაროს მეფე იყო. თითქმის გზარავდა მისი სიმშვიდე, სულიერი სიძლიერის დაღი. ეს ზეადამიანური გამოსახულება სრულ ანტიპოდს წარმოადგენდა მათიას გრიუნევალდისეული ნაწამები. ნატანჯი იესოსი, რომელმაც ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა იუისმანსზე. იუისმანსის შუა საუკუნეები გოტიკის ეპოქაა.
შეიძლება ითქვას, გვიანდელი გოტიკისაც. პათეტიკურის, რეალისტურისა და მორალისტურის, რომელიც უფრო ახლოს იდგა რენესანსთან, ვიდრე რომანულ ხანასთან. გამახსენდა წლების წინანდელი დისკუსია სორბონაში ისტორიის ერთ-ერთ ლექტორთან. შუა საუკუნეების დასაწყისში მიხსნიდა ის, თითქმის არ დასმულა ინდივიდუალური შეფასების საკითხი. ბევრად უფრო გვიან, მაგალითად, ჟერომ ბოშთან ჩნდება შესაზარი ნახატები, რომლებზეც ქრისტე ცოდვილთა რიგებიდან რჩეულებს გამოყოფს. ან ეშმაკები მოუნანიებელ ცოდვილებს ჯოჯოხეთში საწამებლად მიათრევენ. რომანული შეხედულება განსხვავებული იყო. უფრო ერთსულოვანი, გარდაცვალების შემდეგ მორწმუნე ღრმა ძილის მდგომარეობაში გადადიოდა და მიწას უერთდებოდა. ყველა წინასწამეტყველების ასრულების შემდეგ, ქრისტეს მეორედ მოსვლის დროისთვის, ყველა ქრისტიანი ერთად გაერთიანებული და სოლიდარული მკვდრეთით აღდგებოდა, დიად სხეულში ხორჩესხმული, რათა სამოთხისკენ წასულიყო. მორალური შეფასება, ინდივიდუალური შეფასება, თავად ინდივიდუალობა. ეს ის ცნებებია, რომლებიც რომანული ეპოქის ადამიანებისთვის მაინც და მაინც გარკვეული არ გახლდათ და მეც ვგრძნობდი. როგორ იშლება ჩემი ინდივიდუალობა როკამადურის ღვთისმშობლის წინ სულ უფრო და უფრო ხანგრძლივი მეოცნებეობის ჟამს. პარიზში უნდა დავბრუნებულიყავი. უკვე ივლისის შუა რიცხვები იყო. როგორც ეს ერთ დილას გაოგნებულმა დავასკვენი. სიმართლე ითქვას, არაფერი მაჩქარებდა. მარი ფრანსუაზისგან, რომელსაც სხვა კოლეგებთან კონტაქტი ჰქონდა, მეილი მივიღე. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან დღემდე არავის მისვლია რაიმე სახის შეტყობინება. ამ თვალსაზრისით სრული გაურკვევლობა სუფევდა. უფრო ზოგად მდგომარეობას რაც შეეხება, საპარლამენტო არჩევნები მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. მთავრობაც ჩამოყალიბდა. სოფელში ტურისტების წყალობით გამოცოცხლება იგრძნობოდა, განსაკუთრებით გასტრონომიული კუთხით, მაგრამ კულტურულითაც და ჩემი წასვლის წინა დღეს, როდესაც ჩვეულებისამებრ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შევიარე, მოულოდნელად ბეგის ლექსების საჯარო კითხვას დავესწარი. ბოლოს წინა რიგში მოვკალათდი. დამსწრეები გაფანტულად ისხდნენ. ძირითადად ჯინსებსა და პოლოს მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები იყვნენ. ყველას გულღია და მეგობრული სახე ჰქონდა. არ ვიცი, ახალგაზრდა კათოლიკეები ამას როგორ ახერხებენ. ღვთისმშობელო, აი, თქვენი ვაჟები, ამდენი რომ იბრძოლეს. დაე, ნუ განიკითხავენ მათ ისე, თითქოს გონებას მისხალ-მისხალ წონიან. დაე, განიკითხონ ძე შეცდომილის მსგავსად. შინ მალვით, შემოვლითი გზებით რომ ბრუნდება. ალექსანდრიული ლექსი მშვიდ ჰაერში რიტმულად ისმოდა და საკუთარ თავს ვკითხე, რა უნდა გაეგოთ ბეგის პატრიოტული და მოძალადე სულისა ამ ახალგაზრდა ჰუმანურ კათოლიკეებს. მსახიობს გამორჩეული დიქცია ჰქონდა. ჩემი აზრით, თეატრის ცნობილი მსახიობი უნდა ყოფილიყო, შესაძლოა კომედი ფრანსეზის. ალბათ ფილმებშიც მონაწილეობდა. თითქოს მისი ფოტო კიდევ სადღაც მენახა. ღვთისმშობელო, აი, თქვენი ვაჟები, მათი უზარმაზარი არმია. დაე, განკითხვისას მხოლოდ მათი ტანჯვა გაითვალისწინონ. დაე, ღმერთმა მათთვის გაიმეტოს ცოტა მიცა. რომელმაც ისინი დაკარგა და რომელიც ასე უყვარდათ. ეს მსახიობი პოლონელი იყო. ამაში ახლა უკვე დავრწმუნდი, მაგრამ გვარს ვერ ვიხსენებდი. შესაძლოა, თავადაც კათოლიკე გახლდათ. ზოგიერთი მსახიობი კათოლიკეა. მართალია, უცნაური პროფესია აქვთ, რომელშიც შესაძლოა უზენაესის ჩარევის შესახებ აზრი. ბევრი სხვა პროფესიისგან განსხვავებით. დასაშვები ჩანს. და ამ ახალგაზრდა კათოლიკეებს თუ უყვარდათ თავიანთი მიწა? მზად არიან თუ არა, მისთვის თავი გაწირონ. თავად თუ ვიყავი მზად, თავი შემეწირა არა საკუთრივ სამშობლოსთვის, არამედ ზოგადად რაიმესთვის. უცნაურ მდგომარეობაში მყოფს მომეჩვენა, რომ ღვთისმშობელმა თავისი კვარცხლბეკიდან ჰაერში აიწია, გაიზარდა, ჩვილი იესოც თითქოს მზად იყო, მას მოსცილებოდა. ასე მეგონა, საკმარისია, მარჯვენა ხელი ასწიოს, რომ წარმართები და კერპთაყვანისმცემლები განადგურდებიან. მთელი მსოფლიოს მმართველები მას ქეთს მოუხრიან, როგორც mbრძანებელს, მფლობელსა და მოძღვარს. ღვთისმშობელო, აი თქვენი გზააბნეული ვაჟები. ნუ განიკითხავენ მათ მდაბლად. დაე, უძღებ შვილებად მიიღონ. დაე, მათ გაშლილი ხელით შეხვდნენ.
შესაძლოა, უბრალოდ ვშიოდა, იმიტომ რომ ჭამა დამავიწყდა და იქნებ უკეთესი იყო, სასტუმროში დაბრუნებულს იხვის რამდენიმე ბარკალი შემეკვეთა იმის ნაცვლად, რომ აქ, ხის სკამზე ჰიპოგლიკემიური მისტიციზმის მსხვერპლი გამხდარიყავი. კიდევ ერთხელ გამახსენდა იუისმანსი, კათოლიციზმზე მისი მოქცევის თანხმლები ტანჯვა და ეჭვები, მისი უიმედო სურვილი რიტუალს შეერთებოდა. ლექსების საჯარო კითხვას ბოლომდე დავესწარი, მაგრამ დავასკვენი, რომ ტექსტის სილამაზის მიუხედავად, უკეთესი იქნებოდა, ეკლესიაში მარტო ყოფილიყავი. ამ პირქუშ ქანდაკებაში სხვა აზრი იდო, ვიდრე სამშობლოს, მიწის, მამაცი ჯარისკაცის გმირობის აღნიშვნაა. არც დედის ბავშვური სიყვარული. იგრძნობოდა. იყო მასში რაღაც მისტიკური, ეკლესიური, მეფური, რაც ვერ გაიგო პეგიმ და კიდევ უფრო ნაკლებად იუისმანსმა. მეორე დილით, მას შემდეგ, რაც მანქანაში საწვავი ჩავასხი, სასტუმროს ნომრის საფასური გადავიხადე, უკვე ცარიელ ეკლესიაში დავბრუნდი. მას ჰქონდა სიუზერენიტეტი, ძალაუფლებას ფლობდა. მაგრამ თანდათან ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდი კონტაქტს. ის სივრცესა და საუკუნეებში იძირებოდა. შორდებოდა, მე კი სკამზე ვრჩებოდი, შუბლშეჭმუხნილი, შებოჭილი. ნახევარი საათის შემდეგ წამოვდექი, საბოლოოდ დამტოვა მხნეობამ ჩემი დაზიანებული, წარმავალი სხეულის ამარა და ნაღვლიანად დავუყევი საფეხურებს ავტოსადგომის მიმართულებით.